აი ხა დავიწყები აქ. და პირველად საროჭკები უფრო მალე მორჩი, ვიდრე სამეფო კარის თამაშები. ბევრი არაფერი, სადღაც 2 საათამდე დარჩა იმ სერიალის დამთავრების. 4 თუ ან 3 ან 4 სერია დარჩა და თვითონ სერია არის საათი რაღაც, 3 საათი თქვი მაქსიმუმ რა. მაგას ამაღამ უყურებ და მე მგონი წელს ოფიციალურად დავამთავრე საროჭკები. გამიხარდა სხვათა შორის, იმიტომ რომ აი პასუხისგებლობა რო აღარ აქვს რაღაცისა, თავისუფალი ხარ და თავისუფლად ხარ. და დავიდღეს ვილაპარაკებ ყოველ წელს გადამხდა როინებზე. აქამდეც მინდოდა მეთქვა, რომ მოიცა ჯერ დავთავრდეს თქო. აი ეს ხო უნდა გამეწმინდა, და დავავიწყდა. ხოლე ხო დაჯდები და ვიდეოში ჩავწერ, ესე ვიქნება კპირდებით. იმიტომ დამავიწყდება. ამდენად გაეცლება ნეტა. აბანიდან ისეთი ხმა გამოდის, მე მგონი წარღუნა იქ. ნინო! არის ხა საათი დედა 8:30 ხდება ხალხო. დღეს მთელი დღე ვხატა. 3 საროჭკა. ოღონდ მე-3 საროჭკაზე 2:30 იყოვებ ხი დამოყმე და იმანაც დიდი დრო წაიყო. აღარ დაგიმალოთ და დავამთავრე დავისვენე ქშაქედან დროზე. იქით იკაკანეთ ცოტა ხანი. ვაიმე ეხლა ეს დავწადი. ჩქარა. მიდი. ჭურჭელს დავრეცხავ, ძალიან ცოტა მაქვს. ოღონდ ეხლა ვერ დავერცხავ, უნდა გამოვიდეს, თორე გაუცივდება. ბოდები დავაუთოვე ახლა და ჩავალაგე. ხვალიდან რადგან აღარც სამსახური გვაქვს, სამსახურს ხო იმიტომ დავანებე თავი, რომ ბოლოს არის საროჭკები უნდა დამეხატა და ვერ გავქაჩავდი, დავანებე. ბოლოს არის საროჭკები დავიწყე და დავამთავრე კიდეც. ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მუქთამჭაველას როლში ვარ და შემიძლია შევუდგე მაგალითად სახლის საქმეებს, რასაც ეს 2 მიშლიდა ხელს და მაინტერესებს ეხლა რაღა შემიშლის ხელს და რა იქნება ჩემი საკუთარი თავის გასამართლება, გამომართლებელი საბუთი, რომ აი მე დასაუთებელი მაგ და ვერ მოვასწარი და ეგეთი თემები. ივანესთან მინდა დავრეკო, მაგრამ ჯერ არ ვრეკავ. სანამ მოვყვები დღევანდელი დღის ამბებს, მე დავურეკავ. დღეს წავიდნენ სკოლაში რეპეტიციაზე, ბოლოს არის რეპეტიციაზე, პარალელურად ნახე ამდენი მტვერი დაგრო და ისევ აქ. პარალელურად ესა რა ქვია, ჩვენს ტრადიცია ყოველ შემთხვევაში ის, რომ ჩვენთან 2 დიდი სკოლა არის. და აი ესე ბოლოს არის პერიოდში ხოლმე ჩვენც ჩავდიოდით ხოლმე იმათთან და ანუ საროჭკებზე რომ დაგვეწერა ერთ სიტყვით რა ერთმანეთთან ურთიერთობა რა თქმა უნდა სოფელია და ყველას იცნობს და ერთანატოლები არის და იმ თავიდან ვიცნობდით და იცნობენ ბავშვები ერთმანეთს. ხო და ერთმანეთის მისალოცად და რაღაც აპირებდნენ შეხვედრას. ჩვენთან არის 1-12 მარტო იოანეს კლასია. და ახალ სკოლაში, ჩვენ ძველი სკოლა, ასე ქვია ოდითგანვე. და ახალი სკოლა არის 2-12. პარალელები არიან. დედა ქინქლა დამეხვა. ხო და შეხვდნენ ერთმანეთს. რეპეტიციის შემდეგ თუ რაღაცა და მე ჩემო მეზობელმა მარო სად არის მარუს, რომელიც არის იოანეს ტოლი, გამომიგზავნა სურათი. რომელიც არის გადაღებული ღვთაების მონასტერში. აი ეს სურათი, იოანე და მარიამი, ჩემი ლამაზი მარიამი. და მეთქი ქალო, ეს სკოლაში გავგზავნე და აქ რა გინდათ? მე სკოლაში ვიყავი წესითო.
მოკლედო, შევხვდით ერთმანეთს რეპეტიციის შემდეგო და წავედითო ღვთაების მონასტერში სამივე კლასიო. ნუ ყველანი არა, ძირითადი ნაწილი რა, ვინც ალბათ იყო და რაღაცა რეპეტიციაზე მოახერხეს. და მე მევთხარი რომ მიდი მეთქი გამომიგზავნე აი სამივე კლასს ერთად მარტყოფის მე-12 კლასელები ერთად გადაიღეთ მეთქი სურათი და გამომიგზავნე გეხვეწებითო და გადავიღეთ უკვე და რაც არისო აი იმასო განახებო. ესენი არიან არ ჩანს მოიცადე ესე დავდებ. აი ესენი არიან მე-12 კლასელები რო იტყვიან ჩვენი მომავლები. იონი აი იონი. აი იონეს კლასელები, მარიამის კლასელები და მარიამის პარალელები. ძირითადად ესე ბავშვები ერთ ცნობენ, იმიტომ რომ არიან ბაღის ჯგუფელები და იქიდან მოდიან ერთად. ასე რომ ძალიან მომეწონა ეს სურათი და ძალიან შემიყვარდა. ჩემი ნახატებიც დავინახე აქ. რამდენიმე ბავშვს ჩემი დახატული საროჭკაცვია და ძალიან გამიხარდა. და რადგან ახლა ამ თემას მივყვებით, მოდი დავიწყოთ ოინები რა მოგვდის. რა მოგვივიდა შარშან. შარშან. მოდი შარშან წინ ვიტყვი. იმის წინ არ მახსოვს, იმის წინ უფრო არაფერი არ მომდიოდა, იმიტომ რომ შედარებით ნაკლები დასახატები, ანუ ახალი დაწყებული მქონდა რა ძირითადად აი ესე პასტიც და რაღაცით ხოლმე და შარშან წინ იყო პირველ რიგში საღებავებზე გადავედი და იმდენი ის არ მქონდა შეკვეთა რა, ხო იცი თავიდან რომ უნდა დაიწყო და გაიგონ რომ შენ ამას აკეთებ. შარშან მქონდა ბევრი შეკვეთა და მომივიდა ესეთი ოინი რომ ბიჭის და გოგოს საროჭკვია მერია და გოგოსაზე ბიჭისა დავხატე და აი როგორც ბიჭისაზე გოგოსი უნდა დამეხატა, მაშინ მივხვდი რომ მეშლებოდა. უბრალოდ უკვე შემეშალა. ამიტომ წავედი ვიყიდე ალაფრანი და ეს ჩემი დახატული საროჭკა გამომხარში. ღმერთო თან როგორ ავლოცულობდი რომ ხონდ გაეცალოს მეთქი, იმიტომ რომ რაღაცა ანუ არ იყო უბრალო საროჭკა, რომ აი ესე წავხვიდე და მოდი ჯანდაბას მოდი ამას ვიყიდი, გადავაგდებ ან ვიღაცას მივცემ და ვიყიდი სხვას. ანუ არ იყო რაღაცა სტილის საროჭკა იყო, რა ვიცი, სადმე მეძებნა მეიკა და მერთო ვლოცულობდი გაეცალოს მეთქი და ჯერ ცივწყალში ამოვრეცხე ის მარტო ის ნახატი რომ გასცლოდა ის საღებავი მაქსიმალურად რამდენიმე პირი ეს თეთრი მეჭირა და მარტო იმას ჭეჭყავდი რაც დახატული იყო. სხვა შორის შავი ნახატი იყო და აი გულიმის წკდებოდა რა და მაქსიმალურად გავაცალე და მე გამოვხარშე ვედრაში და ალაფრანში ვიდექი და ესე შვებოდი და იცი რა გავაკეთე. აი საოცრად კრახვალიც გაუკეთე, მოკლედ საროჭკა რომ გავაუთოვე ფეხზე იდგა რომ მივაყუდე და ეგ იყო შეშლა და გამიმართლა რომ გაეცალა და დავხატე ახლიდან უძვირფასესად კაციშვილმა ვერ გაიგო ვერაფერი. ნუ რა თქმა უნდა მე მევუთხე. შარშან იყო ის რომ გამომიგზავნეს, ეგ იყო შარშან წინ უბრალოდ. შარშან იყო ის რომ გამომიგზავნეს იცი რა სიტუაცია არის, მესიჯებს რომ იგზავნიან ყოველთვის სკრინავ ხოლმე რომ ვის რა ნახატი უნდა და მე შევდივარ ხოლმე დასკრინულიდან მესენჯერში და ჩამოყვები. მე მინდა ეს ნახატი, ეს და ნახულობ მინაწერს, ვაფერი შემეშალოს. ხო და მქონდა რა ეს დასკრინული. და აქ იყო გამოგზავნილი მანქანა წითელი. და ქვეშ ეწერა რომ ეს მანქანა გვინდაო და რამდენიმე მესიჯის მე ეწერა ეს მანქანა ოღონდ ნაცრისფერიო რა. იმიტომ რომ წითელი იყო ადრეო. და მე გადავღებეთო ნაცრისფრათო და აი სტილის მანქანა გვინდაო. ნუ დავხატე, დავამზადე რაღაცა მორჩი, აი ესე ვქენი ბეჭები და მეთქი ვსიო, ხა მივწერო მზათაა, დავდებ Facebook-ზე და დავხატე წითელი. და აი დამკრა თავში რომ აი ეს მესიჯმა გამიარა რომ ეს მანქანა კი წითელია, მაგრამ ჩვენ ნაცრისფერი გვინდაო. აი მანდ გადამეკეტ, აი ღაღანა წითელი, აი იცი როგორი წითელია, აი რა ვიცი და რა უნდა მექნა? ავდექი და გადავღებე ნაცრისფრად. სასაცილო რა არის, ეს ხო არის საროჭკის გარეთ ამხარე და ასე იყო ნაცრისფერი. მაგრამ შიგნიდან იყო წითელი. ანუ ამის უთქმელობა არ შეიძლებოდა არაფრით. ავდექი და მივწერი ამ გოგოს რომ
მოვთხარი, ესე მომივიდა რა და აი როგორც თქვენ გადაღებთ წითელი ნაცრისფრად მეთქი, ისე გადავღები მეც, ანუ ქვეშ მეთქი წითელია და ზემოდან ნაცრისფერი, მოკუდა სიცივით. ხელი არ ახლო, არ შეეხო, მე ჩანსო, რომ წითელი არა მოვთხარი, ნაცრისფერია, როგორც გინდოდა ისეთი, უბრალოდ ესე მომივიდა. დაანებე თავიო, ანუ ჩემ ბრალიაო რამდენიმე მესიჯის ქვემოთ მოგწერე ეგო. მოდი შევიუხადე, არა რა სამფო იყოს, თავარია ის არის რაც არისო და მოკლედ მაგაზე ვიცინეთ ვიხალისეთ. ამოვისუნთქე და რაღაც. ანუ ყოველ წელს მოგვდის ესეთი რაღაც. ეხლა რაც შეეხება წლევანდელ ონს, რომელზეც კარგად ვინერვიულე. ნუ ზოგადად მე ნერვიულობა რო არ ვიცი ხო იცით თუ რა მართლა რამე ისეთი არ არის რა და აი ერთ შეხედვით რომ შევხედავ და თუ უსაშველოა ხო ცოტა სინერვიულებ რა და მე მისი მოგვარების გზებს დაიწყებს რომ მისი მოგვარების გზები რა ვიცი მოკლედ მონახო. რამდენიმე დღის წინ შუქი არ იყო თუ კვირის წინ თუ რა ვიცი როგორ იყო. გაგიკვირდებათ და შუქი არ იყო მარტყოფში. ხო და რაღაცა ნახატი იყო და ჩქარობდი, არ ვიცი რატო ჩქარობ. უნდა წაიღოთ? მოკლედ ნახატი მინდოდა დამეხატა და ნახატი რო რჩება, ვამშრალებ ფენით. კარგად რო ის ხო უნდა დაიკეცოს და რაღაცა რომ მეთქი არსად არ გამომეყაროს და ფენით რო ვამშრალებ ნახატს, მერე ვამუშავებ ლაკით, ხის ლაკით არა, ვიღაცამ ეხა რომ მომისმინო შეიძლება თავის საროჭკა ხის არა, თმის ლაკით. ვამუშავებ იმასაც ფენით ვამშრალებ, კარგად. აი რომ შევახებ ხელს და всё, კეცავ და სურათს ვუღებ, კეცავ, ვაბინავებ, ვაწერ, ეგ არის დამთავრდა. არ იყო შუქი. დავხატე და ეხლა ვფიქრობ ეს რომ გატოკდეს, გადაილესება ერთმანეთზე და ავანთე გამათბობელი. თვილო და გარეთ. ხო და გამათბობელთან ესე და ვიჭერ ხოლმე და ესე ოდნა ვაქნე. რომ ეს აიცი მაინც და ნიავივით რაღაცა მალე გაშრება და ჩვეულებრივი საროჭკა იყო, ანუ სუ ჩვეულებრივი უბრალო საროჭკა და ნახატი მაქვს მიშვერილი და ესე ვაქნება ესე და აი გამათბობელი ხო არის ესე და არ ვიცი ისე როგორ გავაქნიერო აი ესე მიედო. საროჭკა დაიწვა. ოღონდ რომ დავხედე, მივხვდი რომ კაი ხო ეს როგორ მოგივიდა, მაგრამ რატო მოგივიდა შედებილო ეს. მაგრამ თანაც თქვი რომ მეთქი და ერთი წუთი დაგირეკა. გული გამისკდა. თან ფიქრობ რომ ეს როგორ მოგივიდა. იმიტომ რომ რავი დაგედო გამშრალე რაღაცა გექნა, მაგრამ ეს ნუღა იქნევდი. აი საროჭკა ხომ თავდება აქ. აი აქ ხომ თავდება საროჭკა და დამწვარი იყო, აი გადაკეცილი როა რა, ერთ სიტყვით, აი ხა უყურეთ, აი ეს იესამნისფერი რაც არის, აი მან დრო იყოს აი ესე სიგრძეზე როგორც მიედო, ისე დამწვარი. შუქი არ იყო, ვერ გავამშრალე, მარტო გაზია. ეხა რა ვქნა? გახსოვთ თქვენ პილიონკები რო შევკერე და რო გითხარით თეთრი ძაფი გამითავდა მეთქი. აუ თავში დამარტყავ თეთრი ძაფი არ მაქვს. ეხა ვიფიქრე რომ ამ კანტ, აი გადაკეცილთან არის. ამ კანტს მთლიანად მოვაჭრი საროჭკას და გადავკეცო. სადღაც 1 სანტიმეტრით არც კი მოკლდებოდა, მაგრამ არაფერ შეტყობდა, მაგრამ ძაფი არა მაქვს ახლა. დაურეკე ლაშას სკოლაში, ლაშა მეუთხარი, ესეა და რო ამოივლის, სასწრაფოდ ძაფი მიშოვე სადმე რომელიმე მაღაზიაში. ჩამოვიტანე საროჭკა აქ, დავდე, საღამოთი უნდა წაიღონ. შუქი უნდა მოსულიყო 7-ზე თუ 8-ზე გვიან უნდა მოსულიყო და დაახლოებით მაგ დროს უნდა წაიღოთ საროჭკა, ვაიმე. ხო და ჩამოვიტანე დავდე, ანუ გავამზადე მზად არის რომ შუქი მოვათურ უნდა ვეცე. და შემოვიდა და მეთქი ძაფი მომიტანე და მაჩუქაო გამყიდველმო, წაიღეო არ გამომართო ფულიო. აი ყველაფერი გავამზადე და ასე ვზივარ და ველოდები შუქს რომ და საროჭკა წაიღო და მე საროჭკა მაგ დამწვარი. დამწვარი მოვაჭერი, გავამზადე. აი საროჭკას რო რა ქვემოთ გადაკეცილი. აი ის აქ მარტო მოჭრით. და იგივე უნდა გადავკეცო. მოვიდა შუქი 8-15 წუთზე. აი იცი რა მომენტი არის რომ აი ეხა ფიქრობდი რომ აი ხარ სამშობიაროდ მივიდიოდე ანუ ისეთი მომენტი არ წაყოლ უნდა გადადო რომ საროჭკა გაქვს შესაკერი, იმიტომ რომ დაწვი ვიღაცის საროჭკა დახატული ბოლოს არის საროჭკა დაწვი. აი ყველაფერს დავანებე თავი და ერთი რაცა მქონდა რომ ეს საროჭკა უნდა გავაკეთო 8-20 წუთზე საროჭკა მქონდა მზად.
ავედი და ორთქლით ეს ნაკერი გავასწორი კარგად. არაფერია გეფიცები თუ რამე ეტყობოდეს, არაფერი არ ეტყობი, მაგრამ ვეყო ინტერვიულე. ბედი ჩემი რომ ზემოთ არ იყო დამწვარი, თორემ მე ყველა ვარიანტში უნდა დამჭირიყავი მარშრუტკაზე, წასულიყავი, მე ყიდა უბრალო საროჭა იყო, ყველგან მიშოვიდი მაგას, იქ ვარ კეთილშიც, უნდა მეყიდა და ახლიდან დამეხატა. იმიტომ რომ დავწვი საროჭა, შუა აი მაღალზე რო ყოფილიყო რა, ვერ მოვაჭრიდი. ბედი ჩემი რომ მივადე 9 მილიმეტრზე დავწვი და ის მოვაჭერი და გადავკეთე. 8.9-ზე წაიღეს. იცი გული როგორ მიფეთქავდა და ყველაზე ის რა იყო, იცი? არასოდეს საროჭკას არ ვუშლი, რომ აი ნახეთ და ისე წაიღეთ და რაღაცა და პარკში მაქვს ესე ლამაზად დაკეცილი და ვაძლევ წარმატებებს უსურვებ და მიდიან. ხოდა რა მივარ და ვაიმე ოსურათში ვნახავ ძალიან მომეწონავ ის ბავშვი ამბობს ძალიან მომეწონავ და გავშლიო რა და მეთქი გაშალე. მე კიდე ცივი ოპლიბას ყავს რა უნდა გაშალო შვილო წაიღე სახში აქედან გამაცვალე. გაშალა რა და მე ნახატს არც უყურებ დაბლა უყურებ რა მე ხوارეთყობა გალო რა მე ხوارეთყობა შეკერეთ არაფერი. ესე ნახატი გავუშალე, იცი როგორ გავუშალე ნახატი, ის თვითონ ხომ ხრებით ეჭირა და მე დაბლა მოვკიდე ხელი და კარგად რომ დაინახოს მეთი, ოღონდ თლათ მაგაზე კი არ ვზრუნავდი, არა. კარგად დაინახოს კი არა ეს ჩემ გაკერილს მოვკიდე ხელი, რომ აბა რამდენად ეტყობა რომ გაკერილია და მესია მოვნა. არაფერი არ ეტყობოდა. ვაიმე ღმერთო როგორ მოვწოსო რაღაცა იმართლა გულწრფელად გამოთქვა იმ ბავშვმა სიხარული რაღაცა მეუღალესად გამიხარდა. რამის არ მithქვია, ვაპირები თქმას, მაგრამ არ მithქვია შვილო არაფერი არ ეტყობა მეთქი და რაღაც იმ მანქანას თუ ეტყობოდა რომ შეგინდა რომ წითელი იყო, ამას არ ეტყობოდა. არც იმისთვის არ მithქვია რომ გავრეცხე, არა. ხო და აი როგორ დავისვე, ის დღე იყო კოშმარული ჩემთვის, იმიტომ რომ აი კინაღამ ბავშვი უსაროჭკოდ დავტოვე. არა, თუ რაღაცა იყო ვეტყოდი, მაგალითად დღეს ვერ მოვახერხე ხვალ და გიხატავ და გავვარდებოდი ვუყიდდი და მოვიდოდი, მაგრამ მაინც აი ესეთი ოინი მომივიდა წელს. ეხლა ვფიქრობ მეორე წელს, ანუ 3 წელია ისე შანსი არ არის არ ჩაივლის. ეხლა ვფიქრობ მეორე წელს რა უნდა მოვახდინო. მაგრამ ვფიქრობ რომ მეორე წელს ამდენ საროჭკას ვერ ავიღებ, ან ვიტყვი რომ საერთოდ მარტიდან ვიწყებ, ვისაც სურვილი აქვს რომ მე დავუხატო მარტიდან რომ დღეში ერთი მაინც მოვასწრო. იმიტომ რომ მაშინ პატარა იქნება და 10 კაცი ენდომება თვალყურისთვის და იქ საღებავის ნუ ზოგადად პატარები რო იყვნენ რაღაცას რო ვაკეთებ და იცოდნენ თუნდაც 8 და 10 თვის ყოფილიყვნენ, იცოდნენ რომ იქ არ უნდა მისულიყვნენ, არ უნდა მისულიყვნენ. და არც მაგის ეგრეთ წოდებულად გათამამებას არ ვაპირებ. რაც არ არის არ იქნება, არ მივა. მაგრამ მაინც ანუ ესე რომ რაღაცა მქონდეს, ალბათ უნდა დავხატო ავალაგო რაღაც. ხო და ნახოთ მეორე წელს საერთოდ თუ დავხატე, რა ოინი შეიძლება მოვიწიო მეორე წელს. ვაიმე. დავისვენე, მართლა მიხარია რომ დამთავრდა ხატვის პროცესი, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულად ცოტა ნერვიულობის ფონი მომეხსნა. როგორი მცირე ნახატიც არ უნდა იყოს სანერვიული იმ ხრივ რომ შენ განდეს და უნდა იდეალური ჩააბარო და მიხარია რომ წელს არც ერთი არ იყო ისეთი, აი არც ერთი რომელიმე ყოფილიყო საერთოდ. ერთადერთი იყო, ერთი ნახატი დავხატე და სურად ისა შარშან ვიღებდი ხოლმე მაგალითად განათებას, წელს ერთი 3-ზე მაგ გამოყენებული განათება, ის ნაჩნიკით რო ვხატავდი. სხვა დროს არა, იმიტომ რომ ძირითადად ხო დღე ვხატავდი, შარშან ღამე ვხატავდი და მჭირდება. ხო და შარშან ესე განათებას მოვაწყობდი, სურათს გადაუღებდი ამ ჩემს საროჭკებს და ისე ვდებდი, ანუ მაქსიმალურად ვცდილობდი ლამაზი სურათი გამოსულიყო და წელს მართლა არ მიცდი, ანუ მორჩებოდი აი ხანა ესე ვიღებდი რა შორიდან სურათს, რომ მეთქი უბრალოდ დავდო რომ მორჩი, რომ ნახოს ადრესატმა, რომ პატრონმა რომ მორჩი და განათებით როცა იღებ, ხა ვინც იღებს სურათებს და ეგეთ რაღაცებს და იცის რომ ღამე თუ ოფიციალურად არ მოემზადე რაღაცა სურათისთვის განათებები რაღაცები, ის ნახატი არ გამოვა რაც რეალურად არის. და ამ გოგო მომწერა რა ესაო ჩემი საროჭკაო მეთქი კი თქო და აუ ფერებიო ცოტა შენ თქვენიო ნახატებიო მაქვსო არ არის აქაური ბავშვი და გამოტანებული ქონდა თბილისიდან და ძალიან მომწონს იმიტომ რომ ძალიან მკვეთრი და ხასხასა ფერებიაო და ესაო ცოტა ისეთიაო რა
შეგიძლიათ რომ სულ ბოდიშებით თა რომ შეგიძლიათ რომ უბრალოდ ცოტა მეტიო სიმკვეთრე მისცეთ მე ვთხარ შვილო ვიცი რასაც ამბობ არც მე არ მომწონს დიდად მეთქი ეს გადაღებული სურათი მაგრამ ესე ამეთი ანუ იცი როგორ იყო მაგ დღეს 4-5 საროჭკა მქონდა და აი უბრალოდ ვდებდი სურათს რომ მე ნახოს პატრონმა რომ მორჩა და ანუ არ მიწვალია მეთქი სურათის გადაღებაზე რა უბრალოდ გადავიღე როგორც გადაიღო არც ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ ვცადო არა გადავიღე დავდეთქო რა და აი გარწმუნოთ მეთქი რომ იგივე ნახატი არის იგივე მკვეთრი ფერებია როგორც შენ გინდა მეთქი მაგაზე არ ინერვიულო მეთქი და ცოტა სავარაუდოდ არ დამიჯერა სავით ალბათ მაინც კაი მადლობა მე ბაიქ მიკაკუნებს მაგრამ ესა მივხვდი რა ეხა კი მითხრა კაიო თქვენ უფრო იცითო და რაღაცაო მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ღამე თეთრად გაათენა იმ ხრივ რომ არ იყო ის ნახატი როგორც უნდოდა გავატანე ის ნახატი და იმ საღამო ველოდებოდი სხვათა შორის მეც ეს ნერვიულობის ფონი დამეწყო მეც და საღამოს მწერს ეს ბავშვი რომ აი უღრმესი მადლობა მართლა მეგონაო რომ არ იყო ის რაც მე მინდოდაო და აი ძალიან დიდი მადლობაო რომ გამიმართლეთო და იგივე ჩაბარებული და მე ვუთხარი რა რომ ანუ ყოველთვის არ აღიქმევა მეთქი ეს სურათი და გუშინ კი არ დაიჯერეთ მეთქი სავარაუდოდ მაგრამ ფერები არ აღიქმება ღამით მithumetes ტელეფონით განათებული და მეტი აი მიხარიაო რომ მართალი გამოვიდაო და მე არ გამოვდექი მართალიო და მადლობა დიდიო ეგ იყო ერთი მომენტი რაც ესე სანამ ადრესატამდე მივიდო და საროჭკა და მის რეაქციას გავიგებდი ეს იყო ნერვიულობა თორე სხვა მხრივ წლევანდელი 41 მოიცავ ნახო ერთი წამით მოდი აქ და 41 იყო ეს შავი მანქანა და ამას წინ კალთაზე ვეფხი და მოყმე გავუკეთე შაშან 44 იყო 41-ვე საროჭკა ეხა ორი მაქვს ჩასაბარებელი მოვლენ და წაიღებენ და მიხარია რომ 41-ვეს მოეწონა და კმაყოფილები არიან და რა თქმა უნდა მეც უზომოდ მიხარია ასე რომ აი ესეთი ოინები მომივიდა ვიმართლა გილოცავთ ახალ პატრიარქს პატრიარქ შიოს რაღაცნაირად მთელი გულით მჯეროდა რომ მეუფე შიო გახდებოდა ჩვენი პატრიარქი და მიხარია იგივე ღირსეულად წარემართოს ჩვენი ქვეყანა წმენით გავძლიერებულიყავით და ჯეროდეს მის იმიტომ რომ როცა გვწამს ადამიანის როცა გვწამს მის შესაძლებლობების და პარალელურად კიდე სხვადასხვა რაღაცეების ენით აღუწერელი რაღაცეების მაშინ ყველაფერი კარგად იქნება წაველი ხა დაგემშვიდობებთ მომავალ ვიდეომდე აბაჰე და აბაჰო მე მგონი აბანოში შევიჯერი მოვიდა კარგად